თავი მერვე. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში. ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს და 12 ძმასთან იყო. ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავის სულევისა და სნეულებებისაგან. მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც 7 ეშმაკი განვიდა. იოანა, ჰეროდეს გამგებლის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით. როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ყველა ქალაქის მცხოვრებნი მიიახლნენ, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი. გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად და თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აგენგეს. ზოგი კლდეზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივი აკლდა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო. ეს თქვა და დაიძახა, ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს. მისმა მოწაფეებმა კითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს იგავი. მან თქვა, თქვენ მოგეცათ, იცოდეთ ღვთის სასუფეველის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცა ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ეს იგავი კი ამას ნიშნავს. ის თესლი ღვთის სიტყვაა. გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმის. მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ მათ არ იწამონ და არ გადარჩნენ. ესენი კი კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს წამთ, განსაცდელი ჟამს კი განდგებიან. ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინია, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აშთობენ, მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება. ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და ტრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთფინებით იძლევიან ნაყოფს. არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს, ან საწოლქვეშ დადოს. არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გარცხადდეს. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ. ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც გონია, რომ აქვს. მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ახლოს ვერ მივიდნენ ხალხის გამო. შეატყობინეს მას, შენი დედა და შენი ძმები გარედგანან, შენი ნახვა სურთო. ხოლო მან პასუხად მიიღო, ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ, გადავიდეთ ტბის გაღმა და გაცურეს. როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა და ტბაზე ამოვარდა ქარიშხალი. ნავი წყლით ევსებოდათ და იყვნენ საფრთხეში. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით, ხოლო მას გაეღვიძა და შერისხა ქარი და წყლის ღელვა და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება. მაშინ უთხრა მათ, სად არის თქვენი რწმენა? ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთი მეორეს. ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას? გასცურეს ღადარინელთა ქვეყნისაკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის. როცა გავიდა ნაპირზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ და დიდი ხანია არც ამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა ეღვირა. რა გინდა ჩემგან იესო? ძეო უზენაესი ღვთისა, გევედრები ნუ ტანჯავ. ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო, ვინაიდან დიდხანს ტანჯავდა მას. კრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იგევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში. იესომ კითხა მას, რა არის შენი სახელი? მან უთხრა, ლეგიონია, ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში წასვლა. იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში და მან დაართო ნება. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო. ეს ამბავი რომ დაინახეს, წყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად.
მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონს მოგებული იჯდა იესოს ფერხთით და შეეშინდათ. ხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. ეხვეწებოდა ღადარინელთა შემოგარენის უამრავი ხალხი, გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და დაბრუნდა. ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შევედრა იესოს, რომ მასთან ყოფილიყო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: დაბრუნდი შინ და უამბე, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ. როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. და აჰა, მოვიდა კაცის სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა შინ გაყოლოდა. ვინაიდან ერთადერთი ასული ყავდა 12 წლისა და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედაწყდებოდა მას. იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელი სისხლის დენით იტანჯებოდა. მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმელის კალთა შეეხო. იმ წამსვე შეუწყდა სისხლის დენა. თქვა იესომ, ვინ შემეხო? როცა ყველამ უარი თქვა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება. შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო? ხოლო იესომ თქვა: ვიღაც შემეხო მე, ვინაიდან უგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან. ქალმა რა კი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: ასულო, შენ მარწმენამ განკურნა, წადი მშვიდობით. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა: შენი ასული მოკვდა, ნუ ხარ შეაწუხებ მოძღვარს. მაგრამ იესომ ეს რომ მოისმინა, უპასუხა: ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება. სახლში რომ მივიდნენ, არავის დართონება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედმამის გარდა. ყველა ტიროდა და მოთქვამდა მასზე. მან კი უთხრა: ნუ სტირით, ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ. ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. მან კი ხელი მოკიდა, შესწახა და თქვა: გოგონა, ვადეკ, და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა და მან ბრძანა, რომ საჭმელი მიეცათ მისთვის. გაუკურდათ მის მშობლებს, ხოლო მან უბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.